მე მოკლედ მეგობრებო გაითიშა. გამეთიშა ინტერნეტი. გაითიშა ტელეფონი, გამაგდო TikTok-მა. არ ვიცი რა ხდება. ხა. ასე არის კი. მოვედი მეგობრებო, ცოტა გადავამოწმე კიდე ხო არ იყო, თუ იყო კარგი ჩაწერილი ის რაც იყო. არ ვიცი რატო გაჭედა. რაც ვილაპარაკე, ყველაფერი ძალიან კარგად არის შენახული, ასე რომ გავაგრძელებ, არი ნერვიულოთ. გასწორდა კი, გასწორდა. ჩემი ხმა კარგად გესმით? მეგობრებო, ხმა გესმით? კარგი, გავაგრძელებ. ხო. ესე იგი თქვენი გავლილი ცხოვრება ციკლურად რაღაცნაირად თავს გახსენებთ, მეგობრებო. იქნებ თქვენ თვითონ იხსენებთ ხშირად რაღაც პერიოდულად თქვენს გავლილ ცხოვრებას, გავლილ შეცდომებს, მეგობრებო. ეს არც ერთხელია და არც არაფერი არ აუშავს ამას, მეგობრებო. არი ნერვიულოთ ამაზე. დედა რაღაცნაირად ვერ ვხედავ. რა სჭირს დღეს ჩემს ტელეფონს არ ვიცი. არ ვიცი მეგობრებო. ვერ ხვდები რა ხდება, იქნება მითხრათ. კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. ხოა მეგობრებო. მაგიები. ზემოქმედება, ჩარევები, ეს ძველი სანთელი უნდა მოვაშორო აქაურობას. მოვაშორე მეგობრებო, ხო ხედავთ რა გააკეთა? კი, ზოგიერთებთან არის მაგიებიც, მეგობრებო, კი. ამიტომ თუ კი წმენდებს გაიკეთებთ, ძალიან კარგია. კიდევ თქვენი ენერგიები. ამიდან ხართ, თუ კი ახლა გააქვთ მეგობრებო ძალა გამოლეული, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ წმენდები. აუცილებლად გაიკეთეთ წმენდები. არა უშავს მეგობრებო. არა უშავს ახლა თუ ჩაირთო. თავარია რაც ვილაპარაკე და ვისაუბრე ის ყველაფერი შენახულია. აუცილებლად ავტვირთავ, არი ნერვიულოთ. ავტვირთავ რა გაგრძელდა ლაივი, ასე რომ გააგრძელებს მე მგონი. ნუ მნიშვნელობა არ აქვს, ცალ-ცალკეც რო იყოს, არა უშავს. ხო, მეგობრებო, მოკლედ სერიოზულად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ენერგიებს, აუცილებლად. ნახეთ, მეგობრებო, თან სერიოზულად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ენერგიებს. იმიტომ რომ შეიძლება აისახოს თქვენს მომავალ სიტუაციაზე. კი, აატრაჟენიე. ხო, ეს შეიძლება აისახოს თქვენს ენერგიებზე ცუდად. ან იქნებ თქვენს ენერგიებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ამიტომ თუ კი წმენდებს ჩაიტარებთ, ძალიან კარგი იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ თავს მიტოვებულად აღარ იგრძნობთ. ხო. აღარ იგრძნობთ, არა მეგობრებო, დაბალანსდებით. აუცილებლად დაბალანსდებით. კი ბატონო. და ეს არის კარმული გაკვეთილები კიდე ზოგიერთებთან. ხო. ნუ რას ვიზამთ? ესეთი. ძალაზე ხარ ხო, დოჩი, ძალაზე ხარ. კი, შენ რო ადამიანს დაეტაკები, წააქცევ ნამდვილად. კი ბატონო. არ არის კითხვა პასუხი. მოკლედ მეგობრებო, ესეთია თქვენი ენერგიები, ამიტომ იმედის თვალით უყურებთ კი ამ ყველაფერს. თქვენ გაქვთ მომავლის იმედი, რწმენა. თქვენ ამბობთ რომ მე ამ ყველაფერს მივიღებ. მე იმას მივიღებ, რასაც ვიმსახურებ. მივიღებ იმას, რასაც ველოდები. მე ამის დიდი იმედი მაქვს და მჯერაო ამბობთ. კი. თან ამ ყველაფერს დავამტკიცებ ვამბობთ მეგობრებო. მე არ ვიცი ვის რას უმტკიცებთ და რისი დამტკიცებას ცდილობთ, მაგრამ ესე გამოდის კი, თითქოს რაღაც დაკაზაწელს თქვა, ხო, მტკიცებულებებზე საუბრობთ.
ხო, მოკლედ ესეთი იყო თქვენი ენერგიები, ამ ყველაფერში ჭხილიც გავიფუჭე თუ რა იყო, არ ვიცი, ძალიან აღარ ვიკეთებ გელს, მეგობრებო, მინდა რომ დავასვენებ ჭხილები, ამიტომ აღარ ვიკეთებ გელს. და რაც მაქვს ისიც მტყდება, იმდენად დასლაბებული მაქვს უკვე. ნუ რა ვქნათ, მეგობრებო, არა უშავს. ისტორია ვართ, საერთოდ ყველა ადამიანი ისტორიები ვართ ჩვენ ცხოვრებაში. კი. მოდით ახლა ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი ადამიანი, ხო და გავარკვიოთ ახლა რა ხდება მასთან. ვაჟბატონთან თუ ქალბატონთან, მეგობრებო, რა ხდება? აიმე ამის სუნი მაინტერესებს. აიმე მეგობრებო, რა დუხის სუნი აქვს? სასწაულია გეფიცებით. აუ, სუნი აქვს, ტყულა არ თქვათ, დაცემა. სულ ჩაფიქრებულია ეს ძონძის ფუთაო. ხო. ძონძის ფუთა თუ არ რაღაც იფიქრებთ, გოგოებო და ბიჭებო, რაღაცი გჭირდებათ. აიმე ისეთ დღეში ვარ, მეგობრებო, ჭხილები აღარ მივარგა, დედასპიცა ვარ. თან მტკივა ვერ ვიტან დაბალ ჭხილებს ვერ ვიტან. მომიწკაპუნაო, ვინ მოგიწკაპუნა? მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ, არა მიშავს, ნელა, ნუ რა ვიცი, როგორც ვართ ვარ. მადლობა ყველას. მოდით დავიწყებ ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ჩაიფიქრეთ ადამიანი და დავიწყებ ახლა დახასიათებას, თუ რა ენერგიებში იმყოფება. ვაჟბატონი თუ ქალბატონი, მისი ენერგიები. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს. თუმცა ცდილობს რომ გამოიყურებოდეს ძალიან ლამაზად. აი ნახეთ ახლა, ხა. ეს ადამიანი ცდილობს რომ გამოიყურებოდეს ძალიან ლამაზად. ნუ ბიჭებო, თუ კი თქვენს პარტნიორზე ვსაუბრობ, აბატონო, თუმცა ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს. კი. ამჯერად რატომღაც ბიჭების პარტნიორებზე გადავიდა დასტები კიდევ. რა ხდება მასთან? გული აქვს დამძიმებული. ეს ადამიანი ქაოსში იმყოფება. ამ ადამიანმა ელვაში არ უნდა გავიდეს. ელვაში ნამყოფ თხასავითაა, მეგობრებო. ხო, შეიძლება ეს თმებიც კონდეს ესე გაწეწილი, დაუბარცხნელი. ხო, თითქოს ცდილობს რაღაცას, მაგრამ ხო, შეიძლება ელვაში ნამყოფ თხასავით კონდეს თმები. ნუ რა გავაკეთოთ ახლა? რა მნიშვნელობა აქვს ახლა ბიჭია თუ გოგო? ელვაში ნამყოფ თხასავითაა. დაუბანელი, მოუწესრიგებელი, დაუბარცხნელი, ხო, თითქოს ხელოვნურად აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ არ გამოსდის, ხო. ქალურ ენერგიებშია, გოგოებო, თქვენი პარტნიორი ახლა ქალივით იქცევა, მინდა გითხრათ. შეპყრობილია ეს ადამიანიც. ვაიმე რა გავაკეთო? თქვენს გამო არის ეს ადამიანის გასულელებულია, მეგობრებო. აი ნახეთ, რო გხედავთ ესეა. თვალებს გადაპლარწავს. თვალებს გადაპლარწავს და გულზე მისდის. რას აკეთებთ მე არ ვიცი ესეც ამ ფანჯრის უკან, ფარდის უკან, მაგრამ რო ეპრანჭებით და რო ინაზებით, ეს უკვე ცხადია, მეგობრებო. მეგობრებო. ვინ ანთლა გახდილი ენახვებით, ანთლა ჩაცმული ენახვებით, მეგობრებო. მე არ ვიცი ხა ვინ რას აკეთებთ, მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის, მაგრამ ხო, ვინ იძრობს და ვინ იცვამს. ხო, არც ბოლომდე იძრობთ და არც ბოლომდე გაცვიათ. ხო, რაღაც ესეთი. სასწაული თუ გინდოდეთ. ხო, ესე ებრანჯებით. ეს ადამიანი გასულელებულია, გამოებულია. გამოებულია. ხო, ხთებით ახლა რაც ვიგულისხმე, ხო? ხო, ნატრი ვისული ბუკვიზეა. ხო.
რუსულად ყველი როგორ არის? აი ისე. ახსნა განმარტება მოგწოდე ხა ჩემი, ხო? გადმოცემა არაჩვეულებრივი მაქვს. ხო. კიდევ. მისი ენერგიები, დეპრესიებშია, სტრესშია. კიდევ იცით რას ამბობს? ეს ის პოზიცია არა, რაც მე შემეფერებაო ამბობს, ხო? ეს ადამიანი ძალიან ბევრნაირ მეთოდს იყენებს იმის გამო, რომ დამალოს თავისი სტრესი. ხო. დამალოს თავისი სტრესი. კიდევ. ახო გეუბნებით, არ გაჩვენებთ. ამ ყველაფერს არ გაჩვენებთ ეს ადამიანი. იქნებ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხო არ გაუკეთეთ რამე? მეგობრებო. ისე თუ ვინმე რამე გაუკეთეთ, იცოცხლეთ. კარგად დაჯდა მეგობრებო. ერთი-ერთი დაჯდა იცოდეთ. არა, ნუ ვინც გაუკეთა, ვინც არ გაუკეთა, ხო თვითონ ესე ფიქრობს. ხო არ გამიკეთა რამე? მე არ ვიცი ხა მართლა, არა, მე არ ამგონია თქვენ ამის გაკეთება გინდოდეთ, მაგრამ ისე რადიკაიფავ რო იტყვენ, შეიძლება გაუკეთეთ სამაგიეროს გადახდის მისნით, თორე იმის გამო კი არა, რომ მოსულიყო თქვენამდე. არა, მოსასვლელად არა. დასატანჯავად გაუკეთეთ იქნებ მეგობრებო. და რაც თუ კი რაიმე მსგავსი გაუკეთეთ, ჩათვალეთ რომ ადრესატთან მისულია. ხო. გაჭრა, კი, გაჭრა მეგობრებო. გაჭრა. თან პირდაპირი მნიშვნელობით დააჯდა სიკვდილის ბუზივით. ხო, და ხა იტანჯება. კიდევ მისი ენერგიები. ხო, შეცდომებზე საუბრობს. არ გადაგვტე წყალი დალიე. შეცდომებზე საუბრობს. ნახეთ რაზე საუბრობს. ბინძურად რო წავიდა, ბინძური ფეხით რო წავიდა და ბინძურებული ფეხით რო წავიდა, არასწორად რო წავიდა, ცუდად რო წავიდა, ამაზე საუბრობს. ხო. ამას ნახეთ რა ბინძური ფეხია. ხვდებით, ხო? ეს რო ესე დაგანახოთ თქვენც მიხვდებით ხა რაშია საქმე. ძალიან ცუდად წავიდა თქვენგან. ხა. ეხლა აქვს ძალა გამოლეული. საცოდავ იმისი დღე. დოლგაია დაროგა. ხა. დალნი ვასტოკშია წასული მეგობრებო. ხა. კიდე მისი ენერგიები. ესე შემოგციცინებთ ეხლა. აი როგორ შემოგციცინებთ მეგობრებო. ხა. ესეთი სიტყვები არ თქვა თორე დაგბლოკავს. კიდევ მისი ენერგიები გარბის და ისე გარბის რომ გაიქცა რომ გული აქვს დამძიმებული მეგობრებო. ხო. მისი ენერგიები. ხა, რას ფიქრობს თვითონ? რას ფიქრობს თვითონ და ესე ბზუილით მოსლას ფიქრობს. რას ფიქრობს და თვითონ ფიქრობს ასე რომ თქვენ ხართ სულმეითები, შენ ხარ ჩემი სულიერი მეგობარიო, ვაი მაგის პატრონს უბედოს. ხო. შენ ხარ ჩემი სულიერი მეგობარიო. კიდევ მისი ენერგიები, რომელიც აღარ ყავს, რომელთანაც აი ესეთი გაბზარული გული აქვს. კიდევ აღიარებს ეს ადამიანი მეგობრებო რომ დაგიშავათ. კი, ამას საკუთარ თავთან აღიარებს. იქნებ თქვენთან არ ამბობდეს ამ ყველაფერს, მაგრამ საკუთარ თავთან აღიარებს კი იმას რომ არასწორად მოიქცა. კი. კიდევ ხოლო ჩენო ამბობს. ხოლო ჩენთან მინდა მეორე შანსია. მეგობრებო, აბატონო აღიარება მოწონს. თან ვიწვი ისე მინდაო, ბალანსი მინდაო. ატკაზი არაა მიღებულია. ნახეთ მეგობრებო, უარი არაო. უარს არ მივიღებო, გავგიჟდები ვიძახეს. ბები მისისა. უარს არ მივიღებო მეგობრებო. უარზე შეიძლება დავაჩხანკალო ფეხებიო.
ესე შვება. ამბობს, რომ ჩვენს შორის ეს ნაპერწკალი მოხდაო. ჩვენ შორის აი ეს მოხდა უკვე მეგობრებო, ამიტომ უარს არ მივიღებო. ეს ადამიანი ძალიან დარწმუნებულია იმაში, რომ თქვენ შორის მართლა მოხდა ეს. მე არ ვიცი ხა რამდენად მოგწონთ მისი აზროვნება, მაგრამ კიდევ მისი ენერგიები. ოხ, რა სექსუალურ ენერგიებშია, მეგობრებო. ნუ რა ვქნა, რა გავაკეთო? სიყვარულის ენერგიებშია. ფანტაზიებში წარმოგიდგენთ ეს ადამიანი თქვენ და ნახეთ რა დღეშია მერე. ამ სიტყვას დავმალავ. ხო. აი ნახეთ, ხო, მეგობრებო? ეს ადამიანი იხსენებს წარსულს თქვენთან. ხო გეუბნებით, თქვენთან გატარებულ წარსულ დროს იხსენებს და ამ ადამიანს დაბრუნება უნდა ურთიერთობაში. ამ ადამიანს ურთიერთობის გამოსწორება უნდა. ნახეთ როგორ ასწორებს აქ ხარვეზებს. ხო, მაგალითად ხო. ამ დაზიანებებს, ამის გასწორება უნდა, გამოსწორება უნდა, უფრო გაუმჯობესება უნდა ურთიერთობის. ხო, ლაბირინთი, მეგობრებო, ლაბირინთში. ეს ადამიანი ძალიან არასწორად მოიქცა თქვენთან. ლაბირინთი, ამაზე იყო ალბათ თქვენთან საუბარი, ამ ლაბირინთზე. თქვენ ძლივს დააღწიეთ ამ ადამიანს თავი, ხო, მეგობრებო? ამის გამო იყო, ხო, ცუდად ანახეთ. ცუდად რო იყავით. მეგობრებო, თქვენი კარტები სადამ მოვიდა. ხო. ამ ადამიანის გამო იყავით ცუდად თქვენ. ხო. თქვენ ამ ადამიანის გამო სიკვდილი გინატრიათ. ეხლა თვითონ ნატრობს. აი ნახეთ? ნახეთ მეგობრებო? ეხლა თვითონ ნატრობს. ხო. ეხლა ნატრობს თვითონ. სიკვდილს ნატრობს. ეს ადამიანი ტაინი პაკლონიკ. ეს ადამიანი ჩუმად გიყურებთ კიდევ. ჩუმად ტკბება თქვენით. თან თავსაც ძალიან ძალას ატანს, რომ ეს ყველაფერი თქვენ ვერ შეამჩნიოთ. ძალიან ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. ნახეთ რა დღეშია საცადავი. თქვენ შორის მანძილია. ეს ადამიანი წავიდა თქვენგან თვითონ. ეს თვითონ წავიდა თქვენგან, მეგობრებო. ნახეთ, ზავერშენია, მან თვითონვე დაასრულა ურთიერთობა. ხო. მან თვითონვე დაასრულა ურთიერთობა. და ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ მიხვდა თუ რა დაკარგა. ხო, თქვენ იყავით მისთვის დამსახურებული ჯილდო, მაგრამ ვერ დაგაფასათ. ხო. ვერ დაგაფასათ, ამიტომ ეხლა ზის და ღმუის. ხო, და ნატრულობს სიკვდილს. ღმერთო მალე მომკალიო, შეიძლება თავისთვის ფიქრობდეს. თუ არ გგონია, ნუ მოგვისმენ ჩემო კარგო. არა მგონია, არა, კი მგონია. კი. ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს. ერთია რომ არ აღიარებს თქვენთან ამას არ იტყვის, მაგრამ ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს, რაც დააშავა. ხო, სულელი არა, მეგობრებო. არა. შტერი არა რო იტყვიან. ლენჩი არა. ჭკვიანია, მაგრამ სათავისოდ. ხო. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება რა გააცნობიერა თქვენი დაკარგვით ამ ადამიანმა. მოდი ეს იყოს ჩვენი დღევანდელი თემა. რა გააცნობიერა რა გააცნობიერა. შემდეგ შევეკითხოთ. კიდევ რა შევეკითხოთ. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება იყოს მეგობრებო. მოდი ვკითხოთ. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. კი ბატონო, თუ არის ხელის შემშლელი ფაქტორები.
მოკლედ მეგობრებო დავიწყოთ. ხო, ესე დავიწყოთ და მერე თანდათან გამოჩნდება მეგობრებო სიტყვები. სიტყვები კი არა და აზროვნებები. ესე გადავაბრუნებ მეგობრებო. შენ იმ მანქანაში ხო არა რომ ვიდეო რო გედო? იმ მანქანის მძღოლზე ხო არ ლაპარაკობ? ვიდეო რო გედო ლიკა? ხო. მეგობრებო დავიწყოთ თავს გაუფრთხილით ჩემო ძვირფასებო. უფალმა გადაგარჩინა მადლობა უფალს და დავიწყოთ მეგობრებო ეხლა. რა გააცნობიერა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა მეგობრებო? რა გააცნობიერა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა? დავიწყოთ. რა გააცნობიერა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა? რა გააცნობიერა? ამ ადამიანმა გააცნობიერა ის, რომ თქვენ ხართ მისთვის საჩუქარი. ყოფილ ხართ საჩუქარი. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამე გააცნობიერა თქვენს მერე. თქვენი არ ყოფნით მის ცხოვრებაში. ეხლა ეძებს ახალ შანსებს, ახალ იდეებს, ამყარებს თქვენთან დასაბრუნებლად. ახალი გეგმები აქვს თქვენთან დასაბრუნებლად. ხო, ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც კონტაქტზე გამოვიდეს თქვენთან დაკავშირებით. მეგობრებო, ამ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს კონტაქტზე გამოსვლა უნდა თქვენთან. აუცილებლად ელოდეთ მისგან შეტყობინებას. ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება. ეს არის იღბალი, ბედიც და კიდევ ეცდება აუცილებლად თქვენთან დაკავშირებას. მაგრამ ეს როგორი რეაქციით იქნება და რანაირი მეთოდით იქნება, მე არ ვიცი. ეს ადამიანი ზოგადად ეხლა მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ სულიერად ძალიან დაბალ ვიბრაციებში იმყოფება. მოდი ესე ვიტყვი, ერთი სიტყვით, გაუნათლებელი ადამიანის პოსტი აქვს ეხლა. ხო, ეხლა თქვენ გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ, ეს სამყარო მიცის, რომ უნდა მოვიდეს თქვენამდე. ეს ადამიანი თქვენთან მოვა და თქვენ გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ, მიიღებთ თუ არ მიიღებთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ხო. პაუზებშია და იმიტომ მოვა. ხო, ხვდებით ხო, მეგობრებო? ხო, პაუზებშია. რა გააცნობიერა ამ ადამიანმა? რა გააცნობიერა? რა გააცნობიერა ამ ადამიანმა? გააცნობიერა ის, რომ დარჩა მარტო. არაფრის გარეშე. არც სახლი აქვს, არც კარი აქვს, არც ოჯახი აქვს, არც ჭერი აქვს. აი ხედავთ ხო? ცარიელი ბოძები. ამ ცხოვრებას ებრძოლება მარტო. გააცნობიერა ეს, კიდევ რა გააცნობიერა? გააცნობიერა ის, რომ თქვენ ხართ მისი სიყვარული. ნახეთ ქვემოდან, რომელიც აღარ აქვს. აღარ ყავს. გააცნობიერა ის, რომ თვარეშია და ყვებშია. ხო გეუბნებით, ეს ადამიანი ფიქრობს, ეს არის წინასწარმეტყველების ბარათი. ეს ადამიანი ფიქრობს, რაიმე ხო არ გაუკეთეთ? თქვენ გამო ხო არაა ესე ახლა? თქვენი ნახელავი ხო არაა ახლა მისი ეს ყოფა? მისი თქვენი ნახელავი ხო არაა? ხელი ხო არ ჩახყევით მის ესეთ სიტუაციისთვის. ხო. ამას ფიქრობს. რა გააცნობიერა? რა გააცნობიერა კიდევ? მოდი რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით. ეს რა შვაშია კიდევ? რაღაცა ესე მიგზნობს გული, რომ რაღაცას გვეტყვის ახლა. თვითონ ხო არ მიმართავს მკითხავს მეგობრებო. ნახეთ, უბრალოდ საით გადაუხვია ახლა. რა გააცნობიერა?
ამასთან დაკავშირებით რა გააცნობიერა თქვენთვის ჩაფიქრებულმა ადამიანმა? დეგრადირებული. რა გააცნობიერა და უკან არ უნდა დავიხიო. ეს ადამიანი არ დაგთმოთ, მეგობრებო. არაფრის დიდებით არ დაგთმოთ. ეს ადამიანი ძალიან ბევრს იბრძოლებს, რომ თქვენ არ დაგთმოთ. არავითარ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში რაღაც პერიოდი არ დაგანებებთ თავს, იცოდეთ. ამისთვის მზად იყავით. კი. და ფრთხილათაც იყავით. თუ კი რაიმე გააქვთ ჩაფიქრებული, იცოდეთ, რომ ეს ამ ადამიანს ძალიან დიდი იმედი აქვს ამითი, რომ თქვენ არ დაგკარგოთ. ანუ ხვდებით ხო, რაც ვიგულისხმე? შეიძლება ეხლა თვითონ მიმართოს მაგს, რომ გამოიკულიოს თავისი ეს ყველაფერი, ჯერ ერთი იმას ვიტყვი, რომ რაიმე ხო არ გაუკეთეთ და მეორე ის, რომ ამ სიყვარულის დაკარგვა არ უნდა და იქნებ რაიმე, მოდი ესე ვიტყვი, იმაქინაციოს, იჩალიჩოს. ეხლა უნდა დავსვე ესეთი შეკითხვა. ეს ადამიანი, მოდი ესე ვიტყვი. გრძნობები აქვს კი. ეხლა როგორც თვითონ ამბობს, გრძნობა კი ამ ურთიერთობაში, ამ გრძნობებში, ამ ყველაფრის გაახლება უნდა. ეს არის განახლება ურთიერთობის. ოჯახში დაბრუნება უნდა, ოჯახი თუ გქონდათ, იცოდეთ, რომ ამ ადამიანს ოჯახში დაბრუნება უნდა. და ამის დიდი იმედი აქვს, რომ ამ ყველაფერს მიაღწევს. მიაღწევს ამით. თავარია ჩემთან არ გაჭედოს, მეგობრებო. ნუ თქვენთან შეიძლება გაჭედოს, მაგრამ ჩემთან არ უნდა გაჭედოს, იმიტომ რომ ჩაწერა არ გამიფუჭოს. კიდევ რას გვეტყვის, მეგობრებო? ხა, როგორც ჩანს. გააცნობიერა ის, რომ თქვენ ხართ მისი იმპერატრიცები. თქვენ ხართ მისი იმპერატორი ადამიანები. ნუ ვინც მიყურებთ ახლა, მეგობრებო, თქვენ ხართ მისთვის იმპერატორი ადამიანები. ძალიან ძლიერები ხართ, უძლიერესები ხართ, პასუხისმგებლიანები ხართ. თქვენზე დაყრდნობა შეიძლება. მოდი ესე ვიტყვი. ყველაფერს გააკეთებთ ოჯახის გამო. ყველაფერს გააკეთებთ ოჯახის წევრების გამო. ანუ ყველაფერი შეგიძლიათ. ესეა, მეგობრებო, როდესაც გიღალატებენ, ამას აცნობიერებენ მერე, რომ თურმე რამხელა ძვირფასი ყოფილვართ მათთვის. ნუ რა ვქნათ ეხლა, ხომ არ მეტყვით. როდესაც დაგკარგავს, მერე ხვდება, რომ თურმე რამხელა ძვირფასი იყავი მისთვის. ამაშია საქმე. ადამიანმა უნდა დაგკარგოს, რომ მიხვდეს თუ რა ხარ, რას წარმოადგენ მისთვის. ეხლა მინდა ვკითხო, ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. მოდი სანამ ამ შეკითხვას დავსმევ. ხელი შემშლელი ფაქტორი თუა თქვენს შორის? თუ არის ხელი შემშლელი ფაქტორი? კვერთხების დედოფალი, ნახეთ უბრალოდ. კითხვა და პასუხიც უცებ. ხელი შემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ვისთან პარტნიორი, ვისთან დედა და ვისთან დედმამიშვილი. ხა, მოდი ესე ვიტყვი. რადგან არის საჯარო, მეგობრებო, ამიტომ ზოგიერთებთან შეიძლება იყოს კვერთხების დედოფალი. კი, შეიძლებაც და იყოს პარტნიორიც. ქალბატონების შემთხვევაში შეიძლება იყოს პარტნიორი, მეგობრებო, კი. შეიძლება იყოს. მამაკაცების შემთხვევაში, მეგობრებო, სხვების ჩარევებია ამ ურთიერთობაში. ამ ეტაპზე ხელი შემშლელი ფაქტორი არის ადამიანის ჩარევა. ჩარევა შეიძლება იყოს დედიდან, დედმამიშვილიდან, ბიძაშვილებიდან, მეზობლებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მოკლედ, მისი ფიქრი მაინტერესებს ახლა, ფიქრი გრძნობა და მე მოქმედებაზე გადავიდეთ მეგობრებო. მოქმედებას ისედაც გვეუბნება. მოდი, ფიქრი, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? შეცდომებს ფიქრობს მეგობრებო. რო შეეშალა იმას ფიქრობს. რომ მოგატყუათ იმას ფიქრობს. უპასუხისმგებლოდ რომ მოიქცა იმას ფიქრობს. ხო. რას ფიქრობს და ძალიან განერვიულად. ფიქრობს იმას, რომ ამ ადამიანს თქვენთან რაღაც გამარჯვება უნდოდა, რაღაცა უნდოდა და არ გამოუვიდა. იცით შეიძლება რა გამოუვიდა? გამოუვიდა ის, რომ რაღაც პერიოდი გაიმარჯვა. იმ პერიოდში გაიმარჯვა შეიძლება მეგობრებო ამ ადამიანმა. თქვენს გრძნობებზე გაიმარჯვა. გაიმარჯვა იმაში, რომ დაგტანჯათ, გული გატკინათ. იმ პერიოდში გამოუვიდა კი. თუმცა ეხლა იმყოფება ტრანსფორმაციაში. ძალიან გაუგებრად იქცევა შეიძლება ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში მეგობრებო. კი, თუ ასე იქცევა გაუგებრად, წასულ-მოსული ხასიათის თუა და რაღაც ჭკუაზე თუა მეგობრებო, იცოდეთ რომ იმყოფება ტრანსფორმაციაში, ამიტომ აქედანაც მოდის ეხლა ეს ყველაფერი, არეულ-დარეულობა. ფიქრი. ფიქრობს კი, ფიქრობს ტრანსფორმაციაზეც ფიქრობს შეიძლება. რომ ეს ურთიერთობა გადაიყვანოს ტრანსფორმაციაში. კიდევ რას ფიქრობს? იმას ფიქრობს, რომ თქვენ ძალა გაქვთ ამ ადამიანზე. იმას ფიქრობს, რომ თქვენთან ახალი დაიწყოს. ახალის დაწყება უნდა მეგობრებო. ხო. გაახლება უნდა ურთიერთობის. ამ ადამიანს გაახლება უნდა ურთიერთობის. იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის ცხრიანების მონეტა. ამას ფიქრობს. გრძნობებზე რას გვეტყვის მეგობრებო? გრძნობებზე რას მეტყვის? რას გვეტყვის თქვენს მიმართ გრძნობებზე? დაგვიანების ეშინია. მოულოდნელ დანაკარგებშია. იმედების და გეგმების ჩაშლაშია. გრძნობებზე რას ამბობს? გრძნობები ბრძოლებშია. უსამართლობაშია. გრძნობებზე საუბარი არ უყვარს როგორც ჩანს მეგობრებო. ხო. გრძნობებში მოიწუწკებს ეთყობა. წუწკია გრძნობებში, არა. ეთყობა თქვენგან უფრო აღება უყვარს ემოციის, არაგაცემა. ძალიან უსამართლოდ იქცეოდა თქვენთან მეგობრებო. ძალიან უსამართლოდ. კი. რაღაც ამბავს გაიგებთ ამ ადამიანიდან, ან ამ ადამიანზე გაიგებთ ამბავს. ვიღაცისგან ელოდეთ ამბავს. რაღაც შემოთავაზებას ელოდეთ. ხო, თუმცა ეს ადამიანი ელოდება თქვენგან შემოთავაზებებს. არ ვიცი რატომ ელოდება თქვენგან. გრძნობები არა, გრძნობებს იქეთ ელოდება თქვენგან. ხო. კი ბატონო. თვითონ ძალიან წუწკია, ამიტომ თქვენგან ელოდება მეგობრებო, სასწაული თუ გინდოდეთ. ხო. ელოდეთ მნიშვნელოვან ამბავს ამ ადამიანიდან ან ამ ადამიანზე. რაღაც ამბავს გაიგებთ მეგობრებო. გრძნობა მინდა. გრძნობები მიმთხარია რა, ვაჟბატონო თუ ქალბატონო, მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა თქვენთან ოჯახში დაბრუნება. თუ ოჯახი არ გქონდათ, ოჯახი შექმნა უნდა თქვენთან. მე არ ვიცი ხა, ის რა პოზიცია გქონდათ, იმ პოზიციაზე, იმ სიტუაციაში დაბრუნება უნდა. ხო. ბალანსი. კი, უნდა. ახალი დაწყება, ახალი წიგნის გადაშლა. ახალი დასაწყისი უნდა ამ ადამიანს თქვენთან. ხო გეუბნებით, ამ ადამიანის ჩამოცილება თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ. ხო, ძალიან გაგიჭირდებათ. აი, უყურეთ უბრალოდ. ყველაფერი უნდა და გრძნობებზე არ საუბრობს. არა. რატომ არ საუბრობს, არ გაჩვენებთ გრძნობებს, ეგოისტი. არა მეგობრებო, ამ ადამიანიდან არა. აი მეგობრებო, ეხლა მინდა ვკითხო, რადგან არ აქვს გრძნობა. გრძნობები არ აქვს, არ გვაჩვენებს, კარგით. რა მიზნები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით? აი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უნდა დაბრუნება? ხო. რატომ უნდა ამ ადამიანს დაბრუნება თქვენთან?
აი რა მიზნები აქვს? რა აქვს ჩაფიქრებული, მეგობრებო? რა აქვს ჩაფიქრებული ამ ადამიანს? ეს ადამიანი ავადმყოფია. ავადმყოფი, ნახეთ რა წერია, ავადმყოფი. მეგობრებო, ეს ადამიანი არის მანიპულატორი, ეს ადამიანი არის ავადმყოფი, ეს ადამიანი ვერ იტანს იმას, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი ადამიანი და ამიტომ თქვენთან უნდა ამ ადამიანს დაბრუნება. მანიპულატორი. ეს არის მანიპულატორი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს იმას, რომ თქვენ კარგად ხართ. რა მიზნები აქვს ამ ადამიანს, მეგობრებო? ამ ადამიანს აქვს მიზნად დასახული ისევ იგივე სიტუაციაში დაგაბრუნოთ. რუტინული ცხოვრება, ერთფეროვნება და პატიმრობა. აი მეგობრებო, იმას, რასაც თქვენ დააღწიეთ თავი, გახსოვთ თქვენს დახასიათებაში რას საუბრობდით? აი პატიმრობა, ლაბირინთი, გაუგებრობა, ჯოჯოხეთი, იგივეში დაბრუნება უნდა თქვენი. რომ მან თვითონ თქვენგან აიღოს რესურსები, სასიცოცხლო რესურსები, თვითონ იკვებება ამით და თქვენ გაცლით ენერგიას. წყალი უნდა დავლიოთ, ორე დავიხჩვი. ხო. ამაშია საქმე. ხო, მეგობრებო. დაინახეთ, ხო? ხო, ქვემოდან ნახეთ რა კარტია? მოდის. ამხედრებული მოდის თან. მეგობრებო, გეფიცებით, ელოდეთ ამ ადამიანის დაბრუნებას, ეხლა თქვენი გადასაწყვეტია, მე არ გამომიხდეთ. ბიჭები მიყურებთ თუ გოგონები, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანი ბრუნდება. ვირით, ტივით, ნივით, თვითმფრინავით, გემით, ნავით, ჯიპით, მერსედესით თუ ტრაქტორით თუ რა არის კიდე? ზაპაროჟეცით, მე არ ვიცი. ხო, მოდის. მოდის და ხა მე არ დამაყაროთ. ხო. თქვენი. მეგობრებო. მეგობრებო. მოდის, მაგრამ ნახეთ თქვენი პოზიცია. დავაი აქედან დაახვიეო ეუბნებით. თქვენ მესამე თვალი გაქვთ ჩართული. ნახეთ მეგობრებო, ეხლა რა ლამაზად ხართ აღწერილები. ეხლა ვინც არ უნდა მიყურებდეთ, ჩათვალეთ რომ ეს ხართ თქვენ და ესაა თქვენი პარტნიორი. ბიჭები, გოგოები არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ახსნა განმარტება ყველასთან პირდაპირად მიდის, ერთნაირად. ხო. ეს მოდის ბატონი თუ ქალბატონი, ესე იცით როგორი გაპრანჭული მოვა, მეგობრებო? იქნებ ბოლო მოდაზე ჩაცმული იყოს, იქნებ ბოლო მოდაზე გაპრანჭული იყოს, დაბარცხნილი და დაუთოებული. ხო, თმებით, მელირებით ესე მოვა, ბიჭებო, მელირებით მოვა თქვენთან თქვენი პარტნიორი. პარტნიორი თუ ნატრივისეული ბუკვი ადამიანი, ხო? რა ვქნათ ახლა, გამოსირებული რა, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მეგობრებო, მაპატიეთ ახლა, ყველი არის სირი. ხო, ბინძური ენა მაქვს მეთქი, მე ყოველთვის ვიცი თქმა, კი. რა ვქნა, მაქვს ბინძურზე, ბინძური უბინძურესი ენა მაქვს. ხო. აბა რა, ყველი. ხო, მოდის მეგობრებო, მოდის. ხო და თქვენ გაქვთ ახლა მესამე თვალი ჩართული. აგერ ნახეთ, გახატიათ აგერ ხა. და თქვენ ამბობთ, მახატი ხარო, ეუბნებით მეგობრებო. დავაი აქედან დაახვიო. ფეხებზე მკიდი ხარო, მახატი ხარო, აგერ მახატი ხარო ეუბნებით. ხო. ბიჭები თუ მისმენთ ხო თავისთავად ასე პირდაპირ ეუბნებით. თლა თქვენზეა ბიჭებო. აგერ მახატი ხართო ეუბნებით. დავაი აქიდანო. ხედავთ მეგობრებო, რა ხდება? დააშხუილებთ აქედან. ხო, თან თქვენ ზიხართ და ელოდებით როდის მოვა. ამან იცის, თქვენ იცით რომ მოვა ეს მეგობრებო.
არ თქვა, ანა მარია, სართულებიანი ვიცი მეთქი, ხო გეუბნებით, მეგობრებო? გინება ვიცი პოლნი პროგრამე. ხო. არა უშავს. ეხა იტალიურიც რო დავაყოლო ხო სასწაული კიდე. ხო. მეგობრებო, მოდის, მაგრამ ნახეთ როგორ მოდის. უპასუხისმგებლო, უვიცი, უასოზე როა ყველაფერი. მოდის ესე ლამაზად, მაგრამ პასუხისმგებლობით არ მოდის. თქვენს გასამწარებლად მოდის, მეგობრებო. უპასუხისმგებლოდ მოდის. როგორი უპასუხისმგებლოც იყო, იმის უარესად მოდის. ესეთია მისი მოქმედება. კიდევ მისი მოქმედება, ხო? რისთვის მოდის? იგივე უღელში რო გაგაყოფინოთ თავი. იგივე ჯოჯოხეთში რო გაგაყოფინოთ თავი, მეგობრებო. ახლა რა გავაკეთო? მე მიყვარს სიმართლის თქმა. პირდაპირი მნიშვნელობით მეგობრებო. ბორკილები, ხელბორკილები, ეს ნიშნავს სიკვდილზე ხელის მოწერას. ხედავთ ხო? ეხლა მაინტერესებს. რამ მოუარა? აი რამ მოუარა, რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რომ აი იფიქრა რომ თქვენთან უნდა დაბრუნდეს. რა გააცნობიერა საიმისოდ? რა მოხდა საიმისოდ, რომ თქვენთან ბრუნდება? სასწაული თუ გინდოდეთ. რა გააცნობიერა, მეგობრებო? ხო. რა გააცნობიერა, მეგობრებო? და გააცნობიერა ის, რომ თან კეთილ გონიერება, მეგობრებო, ნახეთ, მეგობრებო. ეს ადამიანი ამ ადამიანმა გააცნობიერა ის, რომ უთქვენოთ ცუდათა, ნახეთ, მეგობრებო. უთქვენოთ არაფერი არა. არარაობა უთქვენოთ. ეს გააცნობიერა, მაგრამ ამას კი არ იტყვის. ხო. თქვენ ხართ მისი ძალა. თქვენ ხართ მისი საყრდენი წერტილი, საყრდენი კედელი. თქვენ ხართ ის, ვინც ესე აძლევდით ალბათ ფინანსებს. მოდი წაიღე რა. მოდი მოგცე. ხო, მოდი. ძალიან ხელგაშლილები იყავით მისთვის, მეგობრებო. და ეს აღარ აქვს, რას ფიქრობს? ეს აღარ ყავს. ხო. ბანკირი აღარ ყავს. ბანკირი აღარ ყავთ, მეგობრებო, თქვენი სახით. ამ ადამიანმა შანსი ვერ გამოიყენა თქვენთან. კიდევ რაღაცები უნდა რო გაგამწაროთ, მეგობრებო. მიხვდით? რაშია საქმე? კიდევ რამ გადააწყვეტინა თქვენთან დაბრუნება? რა იყო ამის მიზეზი? დამოკიდებულია ამ ყველაფერზე, ხო, რაც თქვი. ამის გარეშე არ შეუძლია. თქვენი ენერგიის გარეშე, თქვენი რესურსების გარეშე, თქვენი ფინანსების გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია. არა, მეგობრებო, იმდენად ეგოისტია, იმდენად ავტორიტეტულად აგრძნობინეთ თავი ამ ადამიანს. ხო ჩამოაცვით ეს გვირგვინი, ხო ჩამოამხოთ თავზე. ხო და კიდე უნდა. რამდენი იყავით ესე აღიარეთ, აბა? გვირგვინი რამდენმა ჩამოაცვით, მეგობრებო. თან დააჯინეთ ესე ლამაზად და შენ არაფერი გააკეთო, მე ვარ აგერო ეუბნებოდით, ხო? მეგობრებო. თქვენ მუშაობდით თავჩარგული და ეს იჯდა ესე, ხო? მეგობრებო, ტრონზე რო იტყვიან. ხო და დატოვეთ იმ ტრონზე ახლა ესე. ხო. დატოვეთ, მეგობრებო. დატოვეთ. მეგობრებო, ნახეთ. არასწორი გეგმები. ამ ადამიანს ძალიან ცუდი გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით, იცოდეთ. ხო. რისთვის მოდის? რა გააცნობიერა? გააცნობიერა ის, რომ ცუდათა იმის გარეშე რაც აღარ აქვს. თქვენ რომ ნერვებს ვეღარ გიშლით, თქვენ რომ ვეღარ გწველით, ბუდიში ამ სიტყვისთვის, ვეღარ მოგწველად, ვეღარ წველის ვერავის თქვენსავით, აღარ აძლევს არავინ თქვენსავით
დამთავრებულია. ხო? დაქვეითებული აქვს ეს ადამიანი უთქვენოდ არარაობაა მეთქი, გეუბნებით. გოგოებო, ამ ადამიანს ჯერ გოგოებზე ვიტყვი, გოგოებო, თქვენს ჩაფიქრებულ პარტნიორს, ვითომ და მამაკაცს, თქვენს იქეთ ურთიერთობა არავისთან არ უნდა, სურვილიც არ აქვს, მოთხოვნილებებიც არ აქვს, კაცობაც არ აქვს, ადამიანობაც არ აქვს, არაფერი არ აქვს. ურთიერთობაც არ აქვს. ხო და ბიჭებო, თქვენი ქალბატონის შემთხვევაში, თქვენი ქალბატონი არავის აღარ უნდა უკვე თქვენს მერე. ამაშია საქმე. მიხვდით, მეგობრებო? ბიჭებო, მიხვდით, რაზე ვსაუბრობ? თქვენს შემდეგ, თქვენგან წასვლის შემდეგ, ბიჭებო, თქვენი ქალბატონი არავის აღარ უნდა უკვე. ცუდ სიტუაციაშიაო, უბედურ სიტუაციაშია, რას ლაპარაკობთ? ძაღლიც აღარ მიაფსამს. ძაღლიც აღარ დაახოცავს ფეხს. არც ქალების და არც მამაკაცების შემთხვევაში. ვაი, უმისამართოთა. ვაი, შესახვევი, სახლი გაქცეული, პატრონი გაქცეული. ცივილ-კივილის ქუჩა. ცივილ-კივილის ქუჩა, ვაი, შესახვევი, სახლი წაქცეული, პატრონი გაქცეულია. ხო, ეს მახსოვს ბავშვობიდან. მისამართი მითხარიო, ხო ვიცოდით ერთმანეთზე თქმა. ხო და ესეთი იყო პასუხი. კიდევ, მეგობრებო. ხო, უყურეთ ეხლა რა ხდება აქ. ამ ადამიანიდან მიიღებთ ოფიციალურ შეტყობინებას მეთქი, გეუბნებით, მეგობრებო. ეს ასე ადვილად თავს არ დაგანებებთ. ლიტერატურულად დაწერილ, გათვლილ, გაიასნებულ, დაგეგმილ წერილს შეტყობინებას მიიღებთ. ოფიციალური წერილი, რომელშიც იქნება აღწერილი ოფიციალური რაღაც დაგეგმილი, ლიტერატურულად დაგეგმილი შინაარსი. კიდევ, რა იქნება ამ წერილში? ძალიან მაინტერესებს. რა იქნება ამ წერილში? რას მოგწერთ? ძალიან მაინტერესებს. ძალიან მღელავო გეტყვით. ეხლა გეტყვით რა იქნება იმ წერილში. ძალიან ცუდად ვარ უშენოთო ამას გეტყვით. წავიდა აფირისტობა, წავიდა ტყუილები. ხო. ძალიან დავიბენიო უშენოთო გეტყვით. გზას ვერ ვიკვლევ უშენოთო. უბედური ვარ უშენოთო, უტვინო ვარ უშენოთო, უშნო ვარ უშენოთო. ხო, ხვდებით ხო? მეგობრებო. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება, ეს შეიძლება საკუთარი თავის დამცირებაც სპეციალურად იყოს დაწერილი, იმიტომ რომ თქვენი ყურადღება მიიქციოს. ხო. უბედურად ვარო იტყვის, გაუბედურებული ვარო იტყვის, ძალიან მიყვარხარო იტყვის ცალმხრივი სიყვარული. ანუ უყურეთ, რას დაგაჯერებთ რისი დაჯერება მოუნდება ამ ადამიანს. იმის რომ მე ძალიან მიყვარხარო და შენ რატომ აღარ გიყვარვარო. იქნებ ვინმეს მართლაც გიყვართ, იქნებ ვინმეს რომელიმე თქვენთაგანზე ხა ყველაზე ვერ დავდებ თავს, მეგობრებო, მაგრამ მას გონია რომ უკვე აღარ გიყვართ. მას ესე გონია. მას ესე გონია, იქნებ ვინმეს მართლაც გიყვარდეთ, მაგრამ მას არ აჩვენებდეთ ამ ყველაფერს და ამას ამბობს თვითონ, რომ აღარ გიყვარვარო. ოფიციალურად იქნება ესე დაწერილი თავის შესაძლებელი სიტყვები, მეგობრებო. გეუბნებით, თავიც შეიძლება დაიმციროს ამ ადამიანმა, მაგრამ არ თუ უნდა დაუჯეროთ ერთი. თქვენ თუ უნდა დაუჯეროთ. ეკონომიურად. ეკონომიურად დაუჯერეთ, მეგობრებო. არა, მეგობრებო. რა უნდა დაუჯეროთ? ბალოჩი შეცვლვა, ნახეთ.
ისევ თქვენ იწვალებთ, ისევ თქვენ იშრომებთ, ისევ თქვენ იხოხებთ, ისევ თქვენ იქნებით მუხლჩახრილი. ისევ თქვენ იქნებით მუხლჩახრილი და თქვენ იქნებით ამ ურთიერთობის ამტანიც, გამტანიც და შემომტანიც, მიმტანიც და მომტანიც. თვითონ იქნება ესე დამჯდარი. აბა, მომიტანე ეს, მომეცი ის, მომეცი ეს, ახლა ეს მინდა, ახლა ის მინდა, ხო, ახლა აქ მინდა, ახლა იქ მინდა, როგორც იყო, მეგობრებო, ანალოგიურად. ტროლზე ზის თვითონ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი რაც მაქვს დარჩენილი, მეგობრებო. თქვენზე რა სიტყვის, რა რჩევა დარიგებებს მოგცემთ? მეგობრებო. ამ ადამიანმა შეიძლება ხო გეუბნებით შეგაცოდოთ თავი. შეიძლება რაღაცებიც გააკეთოს თქვენ გამო. შეიძლება რაღაც დაგაჯეროთ, ან მოუნდეს რაღაცის დაჯერება, მეგობრებო. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? არ შეცუროთ იგივე ბალოტში. მეგობრებო, არ შეცუროთ იგივე ბალოტში. გაფრთხილება. მანიპულაციები, მეგობრებო. მანიპულაციები. ეს ადამიანი მოვა ესეთ ასებით, მაგრამ არა ბუნებრივად მოვა, მეგობრებო. ეს არის ფარულობის კვერთხების მეფე. ხო, ეს ადამიანი რაღაცას გიმალავთ. ჩვენ იქ გვაჩვენა ხელი შემშლელი ფაქტორი და პირდაპირ ამოვიდა კვერთხების დედოფალი თუ გახსოვთ. ხო. ასე რომ არ დაუჯეროთ, ეს ადამიანი რაღაცებს გიმალავთ, ცუდ განზრახვებს გიმალავთ. კი, მეგობრებო, წინ დაუხედავი ნაბიჯები არ შეცუროთ იგივე ბალოტში. მეგობრებო, რაღაც პერიოდი შეიძლება რამდენიმე დღე, რამდენიმე საათი, რამდენიმე კვირა ან თვე იგრძნოთ თავი შეიძლება დაუშვათ ფუფუნებაში, მაგრამ ნახეთ, სამარის გათხრა იცოდეთ ეს ყველაფერი. ნახეთ უბრალოდ როგორ საუბრობს დასტები. ხო, იგივე შარში არ გაყოთ თავი. მეგობრებო, სამყარო გაფრთხილებთ. გაფრთხილებთ, მეგობრებო. დაინახეთ, ხო? არ შეიძლება ამ ადამიანის ნდობა, მეგობრებო. არა, არ შეიძლება. სამყარო გეუბნებათ, რომ არ შეიძლება. ეს ისეთი ტიპაჟია, მეგობრებო. თავის დროზე არ დაგაფასათ, თავის დროზე არ მიგიღოთ, არ გაგიფრთხილდათ, არ მოგეფერათ, არ ჩაგეხუტათ, პატივი არ დაგდოთ. წავიდა თქვენგან, დააგტოვათ, მეგობრებო, ამ გაუგებრობაში, ქაოსში, ჯოჯოხეთში, ამ ლაბირინთებში, რისგანაც თავი ძლივს დააღწიეთ და დადეგით ფეხზე, ხო? ეხლა თქვენ რო კარგად ხართ, ეს ადამიანი არის ცუდად. ესე ხდება ზოგადად. სამყაროში ესე ხდება. როდესაც თქვენ იყავით ცუდად, ის იყო კარგად. ეხლა როდესაც თქვენ კარგად ხართ, ის არის ცუდად, ამიტომ უნდა დაბრუნება თქვენთან. ეხლა თვითონ დაბრუნდება, მაგრამ თქვენ მიიღებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია უკვე. ამას ვერავინ ვერ გადაგიწყვიტავთ. ხო. თქვენ ალბათ იცით ესეთი ჩვენ დროს ესეთი ლექსი იყო. ყუილის მთქმელს, სრუს და ორგულს ნუ გაიხდით თანამგზავრად. ხო გახსოვთ ეს, მეგობრებო? ეს ხო გახსოვთ? ხო. ხო. თორემ ბოლოს დაინანებთ და ჩაყვება გულში ჯავრად. ესეა, მეგობრებო. არ გამოსწორდება. ადამიანები არ სწორდებიან, ხო ხედავთ?
კარგი ადამიანი ცუდი ვერასდროს ვერ გახდება. ადამიანი, რომელიც ადამიანადაა დაბადებული, ის ცუდი ვერასოდეს ვერ გახდება, მაგრამ ვერც ცუდი ადამიანი გახდება კარგი. ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი, მეგობრებო. ზოგადად ყოველთვის ესეა. ესეთი სიტუაცია, სადაც შეგექმნებათ, ნებით თუ უნებლიეთ, უბრალოდ გაიაზრეთ ის, რომ ეს თქვენი სიტუაცია არაა და საკუთარი თავი აირჩიეთ და დატოვეთ. დატოვეთ ადამიანი თუ გარემოება თუ ის პოზიცია. ხო. ამიტომ იზრუნეთ მერე საკუთარი თავის გადარჩენაზე. საკუთარი თავის გადარჩენაზე უნდა იზრუნოთ, მეგობრებო. ხო და თუ კი რაღაც პერიოდში მოგაწვევათ, მონატრება, რაღაც შეიძლება მენტალურად იმდენად გიყვარდათ, რომ მოგაწვევათ ტკივილი, ხო და იქნებ იფიქროთ, რომ დაურეკოთ ან კონტაქტზე გახვიდეთ. არანაირად არ გახვიდეთ კონტაქტზე, მეგობრებო. გაიხსენეთ მისგან მოყენებული ტკივილი და იმ წუთას გადაგიარს. გადაგივლით ის მონატრების ის რაღაც წამები გადაგივლით, მეგობრებო. ესე შეგიძლიათ დააღწიოთ თავი ამ უაზრო სიყვარულს. ამას სიყვარული არ ქვია, მეგობრებო. არა, ეს სიყვარული არაა. გული. გულს თქვენ უნდა უბრძანოთ. სად ხარ, გოგო? დანელია, რატო დაიგვიანე? მოდით, მეგობრებო, ვკითხოთ ახლა ასტრაბარათებს. რა გააცნობიერა თქვენთვის ჩაფიქრებულმა ადამიანმა? ზოგადად რა გააცნობიერა? დღევანდელი ჩვენი თემა. რა გააცნობიერა თქვენთვის ჩაფიქრებულმა ადამიანმა? ერთი წუთი მეგობრებო. აი, ანალიზი და შედეგი. ნახეთ, უბრალოდ ახლა რა წერია. ამ ადამიანმა გააიაზრა და გააანალიზა ის, რომ ძალიან დიდი რაღაც დაკარგა თქვენი სახით. ეს არის კიდევ ანალიზის კარტი და ეს არის კიდევ ფიქრის დონეზე კარტი. კიდევ რა გააცნობიერა თქვენმა ადამიანმა და სურვილი აქვს, აი ხო გეუბნებით, მოსვლის, წერილის გამოგზავნის, მოსვლის, გამოქცევის, მოახლოების და სულ კითხვა და წერა და კითხვა, წერა და კითხვა. ხო, მაგრამ ძალიან ბევრი ეწინააღმდეგა საკუთარ თავს, იმიტომ რომ იმდენად ამაყია, ნახეთ მეგობრებო, შორიდან როგორ გიყურებთ ეს ადამიანი. ეს ადამიანი შორიდან გიყურებთ. კი, ეს შეიძლება იყოს ადამიანი ფორმიანი, რაღაც ფორმასთან დაკავშირებული ადამიანი. ხო, ეს არის ძალიან მკაცრი ადამიანი. ადრე არ ვიცი რა იყო, მაგრამ ეხლა მკაცრი პოზიცია უკავია. ხო, ეს იყოს შეიძლება ზედამხედველი, თუმცა ძალიან ჭკვიანი. ეს შეიძლება იყოს კიდევ ასაკოვანი ადამიანი. ასაკოვანი ბებია, ბაბუა, ხო, შეიძლება ესე იყოს, კი. ზოგადად ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს კიდევ გაჭირვებული, ჭკუით გაჭირვებული, მეგობრებო. ხო, ანუ მივხვდით ხო, ჭკვიანი კია, მაგრამ გაჭირვებული, ჭკუით გაჭირვებული. როაკლია ცოტა რა. ჭკვიანია სათავისოდ. ხო. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს გაჭირვება ახლა ფინანსების, ფინანსურად იყოს შეიძლება გაჭირვებული. კი, არ გამოვრიცხავ. ფინანსურად უჭირს ამ ადამიანს, თან ძალიან მაგრად უჭირს, მაგრამ ამ ყველაფერს არ გაჩვენებ. ნახეთ როგორ მდიდრულად აწვია. აი ხო გითხარით იქ რომ გვაჩვენა მისი ცხენზე ამხედრებული, მოდის მდიდრულად მოვა, მეგობრებო. ძალიან მდიდრულად მოვა, კარგი ჩაცმული მოვიდეს, შეიძლება გაპრანჭული მოვიდეს. კი, გაჩვენებთ რომ თითქოს მე ვარ ნახე რა მაგარ მანქანაში ვზივარ. ხო, მაგრამ არ დაუჯეროთ.
ტილი მოგვერდიას უშვობა. შამპუნის ფული არა აქვს, შეიძლება თავი რო დაიბანოს. დუსტის ფული არა აქვს, მეგობრებო. ძუნწი, მეგობრებო. დუსტის ფული არა აქვს, ტილი მოგვერდიას უშვობა. ხო, იქნებ მართლაც ყავდეს ტილები. თქვენ ხო იცით ტილები როდის უჩნდება ადამიანს? იცით მეგობრებო, წესით და კანონით ტილი როდის ჩნდება? დედა რა გავაკეთო ეხლა მეგობრებო? გავანადგურე რა ეხლა? ამან თვითონ გაითხარა სამარე, მე რა გავანადგურე მეგობრებო? ეხლა დაუფიქრდით თუ იტყუება კარტი? არასოდეს არ იტყუება კარტი მეგობრებო. ხო. კარტი არასდროს არ იტყუება. ყველამ ძალიან კარგად იცით რომ ეხლა მე რასაც ვამბობ არის სიმართლე, მეგობრებო. მე მიყვარს სიმართლე, ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის კარტა ხელს ავდე ბიბლიაზე. ხო. ეს ადამიანი იტყუება თორე. ეს ადამიანი გატყუებთ, მეგობრებო. გატყუებთ იმას, რომ კარგათაა, გატყუებთ იმას, რომ ბედნიერია, გატყუებთ იმას, რომ თითქოს ვაიმე და რა ჩაცმული ვარო. ტილი, დუსტის ფული არა აქვს. ხო, მაგრამ ამას არ ამბობს. ძუნწი ადამიანი. ამ ადამიანს ეხლა ეკონომიური გაჭირვება აქვს. ნუ მე ადრე რა იყო არ ვიცი, მაგრამ ეხლა ძალიან უჭირს ფინანსურად, დედას გეფიცებით. ჩამომახჩვეთ თუ გინდათ. ხო. კიდევ რას გვეტყვის დღევანდელ თემასთან? რა გააცნობიერა? გააცნობიერა ის, რომ აღარ ყავხართ. დარჩენილია ცარიელი ფიტული. ხო. მორბის, მაგრამ ვერც მორბის, აი საცოდავი. რა გააცნობიერა? ხო. გააცნობიერა ის, როგორ გწამლავდათ. მეგობრებო, ეს გააცნობიერა კი. წამლავდათ თავისი საქციელით. მოწამლა იმას არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით. მოწამლოა იმასაც ნიშნავთ, რომ მოგიწამლათ გული, მოგიწამლათ ცხოვრება. ჯოჯოხეთად გიქციათ ცხოვრება. გატყუებდათ სულ. გამოგიყენათ რა, მოწამლა ნიშნავს გამოყენებას. გამოგიყენათ. მოდი ესე ვიტყვი. ხო, მაგრამ უტვინო. ტვინი არ ქონია თავში. ეს ადამიანი გამბედაობას მოიკრიბავს და გამოვა კონტაქტზე. გეუბნებით მე თქვენ. მე თქვენთვის მითქვია. ნახეთ, აღარ ვიტყვი არაფერს. ყველანაირი ხერხის გამოყენებით. იქნებ თავის მოკლაც. ვაიმე მეგობრებო, იქნებ თავის მოკლაც იფიქროს. მოწამლა. ყველანაირი ხერხის გამოყენება, მეგობრებო. კი, იქნებ ესეც მოგწეროთ, რომ თავს მოვიკლავ ან მოვიწამლავ თავს და შენი ბრალი იქნებაო. ანკეს არ წამოიგოთ. მეგობრებო, ამასაც გააკეთებს იცოდეთ. ხო. ამასაც გააკეთებს იცოდეთ. კი. ყველანაირი ხერხის გამოყენებით, უბრალოდ როგორ საუბრობს დასტები. ყველანაირი ხერხის გამოყენებით. იქნებ დაგირეკოთ და ის გითხრათ, რომ ხო საავადმყოფოში ვარ კვდებიო. ან იქნებ თავს მოვიკლავ, ან თავს დავიხჩოფო, ან ხიდიდან გადავხტებიო, ან ხო, ანუ არ ვიცი მეგობრებო. არ ვიცი. ეხლა რაზე წამსვლელია თქვენ გეცოდინებათ. ეხლა თქვენ ძალიან კარგად ხვდებით მე რასაც საუბრობ. ხო. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა გააკეთოს ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, არაფერი არ დაუჯეროთ. არც კარგი დაუჯეროთ ამ ადამიანს თუ დაგპირდებათ რაიმეს, ციხე კოშკების აშენებას და არც ცუდი დაუჯეროთ. თუ თქვას თავს მოვიკლავო, არც ეგ დაუჯეროთ. ესეა ჩემო კარგო, ხო.
ნახეთ ბოლოში როგორია. ეს ადამიანი ახლა ფიქრობს, მე ასე გავაკეთებ, ასე გავაკეთებ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ამას ვეტყვი, იმას ვეტყვი და მოვა. ნახეთ როგორ უკავია, ახლა ამ სურათს სხვანაირად ახსნი. ჯადოსნური ჯოხი. ეს ჯადოსნური ჯოხი იგულისხმება ახლა ამ თავის ხრიკებში. როგორც უნდა ისე დაიქნევს ახლა. ყველანაირად დაიქნევს მეგობრებო ამ ჯადოსნურ ჯოხს. ოღონდ რომელიმემ გაამართლოს. არ წამოეგოთ თავის ანკეს. ოღონდაც. ხა. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი მეგობრებო. ესეთი იყო ჩემო კარგებო. არავის სიკვდილი არ გინდოდეთ მეგობრებო. ცუდი არ უსურვოთ. დაანებეთ თავი, დატოვეთ თავის ნეხვში. თავის ნეხვში დატოვეთ. არაფერი არ უსურვოთ, არ გინდათ. მას მაინც მიუვა თავისი. უთქვენოთაც მიუვა თავისი მეგობრებო. თქვენ იყავით ესე თავაწეულები, აი ესე როგორც ჩემი ახლა ეს არის. აი ესე აწიეთ. ცხვირი მაღლა. დამთავრებულია. ხო. არაფერზე არ ინერვიულოთ. არაფერზე არ იტარდოთ. არაფრის არ შეგეშინდეთ. რაც უნდა იგი წეროს და ის იკითხოს. ხო იცით, რეჟისორი, ცუდი რეჟისორი თვითონ წერს და თვითონ კითხულობს. არავინ არ მეწოდება, მაგრამ უყურეთ მეგობრებო, არც კარგს გავუკეთებ და არც ცუდს გავუკეთებ. ხო. არც დავწყევლი და არც დავლოცავ. საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს მისი, დამთავრებულია. ამიტომ არ ინერვიულოთ. მშვიდობიანი ღამე ყველა ჩემო ძვირფასებო. სულ დალოცვილები ყოფილიყავით, ბედნიერები ყოფილიყავით, ჯანმრთელები ყოფილიყავით. რაც კარგად იქნებით, თქვენ ორი იმდენად გულზე გასკდება ის. ისე გასკდება, რომ აფეთქდება მეგობრებო ყოველ თქვენს დანახვაზე. ხო. ყოველ თქვენს დანახვაზე ეს ადამიანი აფეთქდება. ხო. ასე რომ არ ინერვიულოთ. მშვიდობიანი ღამე ყველას და აბა შეხვედრამდე. მეგობრებო, ეხლა სანამ გავალ. დაუბლოკე. ხა, დაუბლოკე. ერთი ადამიანი დაუბლოკე. მოკლედ მშვიდობიანი ღამე ყველას. აბა წავედი მეგობრებო. აბა დროებით. დასწავლი.